მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, ჩემო ძვირფასებო, ეთერშია პოდკასტი ხალხის პირისპირ, მე კი ვიცი წამყვანი კონსტანტინე ჯაფარიძე გახლავთ. მოგახსენებათ, ხვალ არის არჩევნები, უკვე ხვალ 4 ოქტომბერია. მერობის არჩევნებია და დღევანდელი გადაცემა ზუსტად ამ თემას შეეხება. დღეს ჩემთან ერთად გადაცემაში მონაწილეობას იღებენ ჩემთვის ყველაზე საყვარელი და კარგი ადამიანები. ჩემი დიდი ხნის მეგობარი ბატონი გია კუჭავა, პოლიტოლოგი, მოგესალმებით. მოგესალმებით, მიესალმებით მაყურებელ ბატონებო. და ჩემი ახლა შეძენილი მეგობარი ბატონი გია ბურჯანაძე, ცენტრალური ეროვნული საარჩევნო კომისიის საქართველოს რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი 90-91 წლებში. და მე აუხსნი რატომ 90. კი ბატონო, ასევე პოლიტოლოგი და ჟურნალისტი. მოგესალმებით, მადლობა ბატონო გია, რომ იღებთ ჩვენ გადაცემაში მონაწილეობას და მithქვთ დროს. მადლობა მოწვევისათვის. მადლობა ვერიკით თქვენს დობრობისთვის. პირველ რიგში მინდა თქვენთან გადმოვიდე კითხვით, როგორი საარჩევნო ფონი იდგა არჩევნების დღემდე, თქოთ შეაფასოთ კანდიდატების საარჩევნო კამპანია. კი ბატონო, სანამ მაგას ესე იგი ვითხოვდე, ერთ საკითხიდან დავიწყე. 1992 წლის გადატრიალების შემდეგ საქართველოში არ ჩატარებულა სამართლიანი თანასწორი არჩევნები. ყველა არჩევნები, რომელიც საქართველოში ჩატარდა, ეს იყო ფალსიფიცირება არჩევნების, შეურაცხყოფა არჩევნების და ამ იდეის და საერთოდ შედეგად დემოკრატიის. მივიღეთ ის, რომ გარკვეული კლანები, რომლებიც ძარცვავდნენ საქართველოს, ისინი ექცევიან ქვეყნის სათავეში. სწორედ იმის გამო, რომ ქვეყანაში არ ტარდება თანასწორი არჩევნები. მოდი გავიხსენოთ უახლესი წარსული რა. ეს მოქალაქეთა კავშირი მუდამ აყალბებდა არჩევნებს, შემდეგ ნაციონალური მოძრაობა აყალბებდა არჩევნებს და დღესაც ეს არის გაყალბებული არჩევნები და ყოველთვის ის აპროტესტებდა ამას, რომელიც დამარცხდებოდა. მაგრამ სიმართლე იმაშია, რომ თანასწორი არჩევნები ქვეყანაში არ ტარდებოდა, უბრალოდ ეს იყო გაყალბება, ჩაყარა, მოტყუება ამორჩეველის და შედეგად რა მივიღეთ, აი მძიმე შედეგი საქართველოსთვის. როდესაც მე ვიყავი ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი, მაშინ იყო ყველაზე დიდი შობადობა საქართველოში. დაახლოებით 100,000 ბავშვი იბადებოდა 89-90-91 წლებში. ეხლანდელი მონაცემით პირველ კლასში მივიდა 39,000 ბავშვი. ანუ რა მოხდა 6 წლის წინ დაიბადა მხოლოდ 39,000 ბავშვი. ეს არის შედეგი, ეს არის სიყალბის შედეგი, როდესაც ჩვენ თავზე გაზის ისეთი ხელისუფლება, რომელიც ხალხს არ აურჩევია. აი ეს არის სრულ უსამართლო არჩევნების შედეგები. ხოლო თანასწორ სამართლიან არჩევნებს შეუძლია საზოგადოება ისე ფეხზე დააყენოს, დააძლიეროს, გაამაგროს, იმიტომ რომ ადამიანს უნდა გქონდეს ქვეყნის სიყვარულის უფლება და ქვეყნის ზრუნვის უფლება პირველ რიგში. როდესაც ქვეყნის სიყვარულის და მასზე ზრუნვის უფლება დაკარგული აქვს, როდესაც სინდისის უფლება იკარგება, როდესაც სიმართლე იკარგება, როდესაც სამართლო მისია, როდესაც არაფერი მისი არ არის. ხო, ეს ყველაფერი მოდის უსამართლო არჩევნებიდან. აი დღევანდელი არჩევნებს დავაკვირდეთ რა ხდება, რომ თითოეული მათგანი გვეუბნება, რომ ესე იგი არჩევნებში მონაწილეობს. ასევე ამბობდნენ ერთი წლის წინ, ხო, როდესაც არჩევნები ტარდებოდა და შემდეგ გამოვლენ, ეხლა დარწმუნებული ვარ და იტყვიან, რომ ეს იყო ასე ვთქვათ, ყალბი არჩევნებიო და დაიწყებენ ეკმენ დადანაშაულებას. მაგრამ მოხდება სამარჩევნების ანულირება, რა თქმა უნდა, მაგრამ ვერავის ვერ ვათქმევინე. მე დაახლოებით ამაზე ვსაუბრობ, ერთი 15 წელიწადია თუ მეტი არა, რომ ყველამ ერთად მოვითხოვოთ თანასწორი სამართლიანი არჩევნები. ამას თანასწორ და სამართლიანს ერთად აი სიტყვა წყობას, ხომ? ამათ ვერ ათქმევინე. რატომ? იმიტომ რომ ამ მისაკუთრებული სახსრებით აქვს ყველაფერი, მაფიოზური მოქმედებით აქვს მიღებული ის სიკეთეები, რაც ისინი იღებენ. პოლიტიკური ელიტა, რომელიც დანიშნა შევარდნაძემ, მხედრიონმა და კიტოვანმა, ხო დღესაც ცოცხალია. ის პოლიტიკური ელიტა გადასხვაფერდა თუ გადმოსხვაფერდა, ესე იგი თავარი რამ შეინარჩუნა რა, გაძარცვონ ეს ქვეყანა, სოციალურად დააკნინონ მოსახლეობა და გააქციონ. 5,600,000 ვიყავით 90 წელს,
დღეს საქართველოს არის 3,740,000, ანუ 2 მილიონამდე ადამიანი დაიკარგა. მაშინ როდესაც აზერბაიჯანში იყო მაშინ ჩვენზე ნაკლები მოსახლეობა 5,500,000 და დღეს არის 9 მილიონ რაღაც. აი ეს არის შედეგი, იმიტომ რომ ქართულ ხალხს მონობაში ხო არ შეუძლია ცხოვრება. ან უნდა იყოს ცხოველად გადაიქცე ასეთ რეჟიმში და იცხოვრო უხმოდ, უსიტყვოდ და ყველაფერს დაემორჩილო, ამ და გაიქცე და ქართული ხალხის უმრავლესობა სამწუხაროდ ბრძოლის ნაცვლად, სამართლიანი ბრძოლის ნაცვლად გაქცევას ირჩევს. ჩვენ წინ როგორც წინა წელს, ასევე აპრილ-მაისის აქციებზეც, ანუ წინა აპრილ-მაისის აქციებზეც და ნოემბრიდან იანვრამდე თითქმის მოყოლებული, ხედავდით რუსთავაზე წაკიდებულ მორბლებს, ფეიერვერკებს და ასე ვთქვათ, მოკლედ ძალადობრივი სახის აქციებს რა, რომელიც არის წესიდარებით დანაშაული და თქვენი აზრით, ანუ რატომ იყო ესე და რატომ არ იყო ასე ვთქვათ მშვიდობიანი და თქვენი გადმოსახედიდან რას ნიშნავს ძალადობრივი აქცია და რას ნიშნავს მშვიდობიანი და რატომ ხედავდნენ ესენი ძალადობაში მშვიდობას? ისევ და ისევ საწყისებზე მივდივარ, იგივეა, როდესაც უკანონო არჩევნებია, ყველას აქვს პრეტენზიები. და შემდეგ ხდება ის, რაც მოხდა. ძალადობა იწვევს ძალადობას. როდესაც ხელისუფლებას არ აქვს სურვილი თანასწორი არჩევნები ჩაატაროს, ოპოზიციას უჩნდება პრეტენზია, რომ ესე იგი ეს ხელისუფლება ძალადობრივი გზით შეცვალოს. აი ამას ვიღებ და ხელისუფლება ოცნების სახით ხო ეს გადმოიღო შევარდნაძისგან, მის მოკავშირისგან, შემდეგ სააკაშვილისგან და იგივე აგრძელებს. არავითარ შემთხვევაში მას არ უნდა რომ სამართლიანი თანასწორი ამას ხალხს უსვარ, იმიტომ რომ ხშირად ამბობენ თავისუფალი არჩევნები. თავისუფლება რას ნიშნავს? იცი არჩევნებში, რომ შენ რაც რესურსები გაქვს, ის გამოიხენო და უშო თავისუფალი იყო ადმინისტრაციულ რესურსის გამოყენებაში, თავისუფალი იყო ფინანსური რესურსის გამოყენებაში, თავისუფალი იყო ეგრეთ წოდებული სამართალ სტრუქტურების გამოყენების შემთხვევაში. სამართლიანი რას ნიშნავს? სამართლიანი ამ ხელისუფლებისთვის ნიშნავს, რომ როგორ თვითონ მოარგებს, საიდანაც ესე ხურს კოთანს მოარგებს, იქიდან იყოს მისი სამართალი. მაგრამ არის თავარი საკითხი თანასწორობა აქ. აი ეს თანასწორობა ყველაფერს ამ ზედმეტობას ანგრევს. და ვერცეთ ოპოზიციონერს მე ამ წლების განმავლობაში ვერ აკმევინე ეს სიტყვათა თანწყობა კიდევ ერთხელ ვიტყვი სამართლიანი თანასწორი არჩევნები. აი ეს ვერ ვაკმევინეთ რა. ყველა ამბობს, რომ ჩვენ არჩევნებს ჩავატარებთ, როგორ ჩაატარებენ არჩევნებს, თუ ჩამოაგდებენ იმ ხელისუფლებას, თვითონ ჩაატარებენ არჩევნებს. ისე როგორც თვითონ მშვიდობიანი დამხობა როგორც გადასხდა. ხო, ისე როგორც იყო დაუშვათ იმაში, რა ქვია, 2003 წელს, როდესაც არ მოეწონათ არჩევნები და შევარდნაძემ ესე იგი დააწყვნენ რუსეთიდან, დააწყვნენ ამერიკიდან და ჩამოსვლები და ივანოვები და ამერიკიდან კიდევ მისი ძველი მეგობრები გახსოვთ როგორ გადააყენეს და შემდეგ რა არჩევნები ტარდებოდა, ეს უნდა ეს ისტორია იცოდე რა. რუსი რო ყვირიან, იგივე რუსების ხელშეწყობით მოვიდა სააკაშვილი ხელისუფლებაში. და მოხდა ის რაც მოხდა ვალების რევოლუცია. პათოლოგია მე არაერთხელ აღვნიშნე, უყურეთს პირველ წლიდან იმას საუბრობდი, იმას ვამტკიცებ, რომ სააკაშვილი იყო და დღემდე არის რუსული სპეცსამსახურების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი. მე მინდა ბატონო გოდეთ თქვენს მაყურებელს და ქართულ საზოგადოებას შევაგზნო, რომ ბატონმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ როდის გააკეთა განცხადება გადადგომაზე, რომ როდესაც თქვა მე სახლში წავედი. როდესაც მას ჰქონდა 2 საათიანი საუბარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, იმჟამინდელ საგარეო საქმეთა მინისტრთან იგორ ივანოვთან. ეს ერთი და ეხლა ბატონმა გიამ აღნიშნა კიდევ ერთი დეტალი აქვს, რომ თქვა ხალხის გაღატაკება, რაც წავიდა 1992 წლის შემდგომ პერიოდიდან. და კლანურ სისტემებზე, ნუ ხარ გასაკვირველია საქართველოში დღეს ყველა ბიზნესი არის ეს არის აგებული კლანებზე და რასაკვირველია ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში კანონის ფარგლებში პოლიტიკას ყოველთვის უყვეთავს მსხვილი და დიდი ბიზნესი, მაგრამ დღეს საქართველოს იქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს მსხვილი ბიზნესი და ბიზნესმენები ყალიბდება საუკუნეების განმავლობაში, თქვა 100-200 წლის განმავლობაში. თუ უფრო მეტი პერიოდი არა. მაგრამ ყველა ბიზნესს მაგ სახელმწიფოებში თუნდაც ახალ წამოწყებულ ბიზნესს სახელმწიფო ყოველთვის უწყობს ხელს. და ეს არის მკაცრი ანტიმონოპოლიური სამსახურები. იგივე თქვა
შეერთებულ შტატებში თუ ვთქვათ რომელიღაც საშუალო წვრთნა ბიზნესმა ანტიმონოპოლიურ სამსახურში შეიტანა სამსახური, რომ მას მსხვილი ბიზნესი, ანუ უფრო მსხვილი ბიზნესი შეგნებულად ძირავს, ამას მიუჭერძებლად ეს ანტიმონოპოლიური სამსახური გადაამოწმებს და ფაქტის დადასტურების შემთხვევაში იმას დააჯერება, მაგრამ საქართველოში ეს ასე არ ხდება. საქართველოში ხდება დარეკეტება ბიზნესის წარსულს, როგორც ხდებოდა 90-იან წლებში, ახლა თქვენ ბატონო კოტი და თქვენ თაობა შეიძლება საერთოდ, მაგრამ ბატონ გიას და ღმერთს ეს ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ ხდებოდა ბიზნესების წარსულობა, თუნდაც სააკაშვილის დროს, მხედველის დროს ეს ხდებოდა, თქვათ. წყალებში ახევა, როდესაც წვერებიანი დაუბანელი ხალხი, თქვათ, ავტომატები დაადგებოდნენ, თქვათ, სააკაშვილის დროს უკვე დაიბარებდნენ პროკურატურაში და უწერო არ შეიძლება ყოფილიყო. დაიბარებდნენ იქ პროკურატურაში, მაგრამ აქ უკვე დაბადილი თეთრ დარანგში და სუდა ბრენდულ ჰასტუქში, მაგრამ ის არ დაგვავიწყდა, რომ სააკაშვილის რევოლუციას ფინანსურად ვინ ამარაგებდა? რუსეთის გარდა ვინ ამარაგებდა? ქართველი დიდი ბიზნესმენები. ვინ იყვნენ ის საიდუმლო ისენი, რა ქვია, გვარებს რო არ უნდა. ერთ-ერთი იყო ბატონი ბიძინა, ხო, ეს ბატონი ბიძინა თვითონ აღიარეს, ხო, ბადრე პატარკაცშვილი არაფინანსებდა სააკაშვილს და იყო კატეგორიული წინააღმდეგი. ერთ-ერთი აღსანიშნავია. ვერ ვიტყვი მას, იმიტომ რომ მისი მთელი ტელევიზიები მუშაობდნენ სააკაშვილზე. მისი ტელევიზია პლუს ისა, რა ქვია, ის აფინანსებდა ზურაბ ჟვანიას, მაგრამ არა ხო, ახლა მაგათ შორის დიდად ერთად იყვნენ, მაგრამ იქ არის ესეთი მომენტი, ჩხარტიშვილიც კი აფინანსებდა მაგ შემადგენლობა. ვანო ჩხარტიშვილი. ხო. და მაგ ტელევიზიას დამავიწყდა იქ ზერა. ტელეფონია მზე. სხვათა შორის, ახლა დღეს მე მინდა კიდევ ერთი მომენტი აღვნიშნო, რომ როდესაც ბატონმა გია მილაპარაკა ახლა აქ ამ შემთხვევაში სამართლიან არჩევნებზე, თქვათ, დღეს რა არის სამართლიანი არჩევნები. სინგაპურის პრემიერ-მინისტრმა, რომელსაც ძალიან უყვარდა სააკაშვილი და ძალიან ხშირად მოყავდა მაგალითად, მაგრამ ეს იყო სუფთა დემაგოგია, თავის მემორში ასეთ რაღაცას წერს, რომ იმ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები ვერავის ვერ შეტარდება, სადაც არ არის მდიდარი მოსახლეობა და ყველა ხელისუფალი ცდილობდა, რომ საქართველოს მოსახლეობა არ გამხდარიყო მდიდარი და რატომ? იმიტომ რომ ეს მდიდარი ადამიანი, არ გულისხმობ მდიდარს ან მილიონერს ან ოლიგარქს, შედარებით შეძლებული ადამიანი, თქო, საშუალო ფენა, რომელსაც აქვს თავისი საქმე, თავისი საცხოვრებელი ადგილი და სხვას მესამე პირს ეს იქნება სახელმწიფო თუ საქველმოქმედო ორგანიზაცია და ასე შემდეგ არ შეყურებს ხელებში, იმას აქვს საშუალება აერჩიოს. და ვისაც არ აქვს და აი ღარიბ სახელმწიფოში ღარიბ მოსახლეობაში ყოველთვის იმარჯვებენ პოპულისტებია, რომლებიც პირიქით უფრო ანგრევენ ქვეყანას. რაც აი თითქმის 30 წელის განმავლობაში ასე ჩვენ ვხედავთ. და ჩვენ ამიტომ ქართულთა ერთობამ ჩვენ გვინდა ჩვენ უკვე ამაზე გავაკეთეთ განცხადება, რომ შედგეს ყველა პოლიტიკური პარტიის წარმოადგენელს ვიწევთ, რომ შეიქმნას ახალი საარჩევნო კოდექსი, სადაც ეს იქნება სამართლიანი და ჭეშმარიტ დემოკრატიული კოდექსი, სადაც იქნება გათვალისწინებული პირველ რიგში ქართული ხალხის ინტერესები და თქვა დარეკლამური ინტერესები, იმიტომ რომ დღეს თუ გადავხედავთ ჩვენს ტელევიზიებს, ხო, უმეტესობა საქართველოში მოქმედი ტელევიზიების, ალბათ 90%, ეს არის პარტიული ტელევიზიები. ჩვენ ვხედავთ, რომ გარკვეული პოლიტიკური პარტიის ლიდერები მიდიან მარტო თავიანთი პარტიის მიერ კონტროლირება ტელევიზიაში და არ მიდიან სხვა ტელევიზიაში. კონკრეტულად ერთი პოლიტიკური ჯგუფის ან გუნდის მიერ კონტროლირებადი ერთი ტელევიზია არ იწვევს ოპონენტებს, სხვა არ იწვევს. ისინი არც მიდიან, იმიტომ რომ თქვა იგივე პოლიტიკურ ძალას ეს იქნება რადიკალური თუ რეკლამირებული ოპოზიცია თუ თქვა ხელფო ყველას აწყობს იყოს სათვალ პირობებში ახლა თუნდაც 90-იან წლებში ავიღოთ ახლა ხო ვიცით რომ მაშინ რუსთავ ტელეკომპანია რუსთავი ძირითადად ეროსი კინჭმარაშვილის სახელმძღვანელობდა მაგას ძირითადად აკონტროლებდა ზურაბ ჟვანია მაგრამ ზურაბ ჟვანიას იმის თვინი მაინც ჰქონდა
რომ შეექმნათ დემოკრატიის თუნდაც ბუტაფორია, იმიტომ რომ იმ დროს იყო თქვათ რაღაცა ეს გადაცემები, თქვათ სადაც იწვოდნენ სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმოადგენლებს და იქ იყო კამათი, თქვათ იყო დისკუსია. თქვათ იგივე გაკეთდა მე პირველ არხზე იყო გადაცემა 100 გრადუსი ცელსიუსით და სხვა არხებიც, მაგრამ დღეს ესეთი რაღაცები არ არის, იმიტომ რომ უკვე ჩვენ ხედავთ რომ პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ ლიდერებს ერთმანეთთან უკვე აღარ თუს საუბარი, ისინი ერთმანეთში კი არ გამოწმენ, არამედ გველაპარაკებიან რაღაცა ლოზუნგებით, რაც არის ქვეყნის დამღუპველი. თქვათ პირადად რიგითი მაყურები თქვათ მე რიგითი ობილატელი გიაკუჭო მე ზივარ და უყურებ ერთდროს მე მელაპარაკებიან ლოზუნგებით, მაგრამ მე ვერ ხედავ რომ რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ თუნდაც იმ რეკლამირებულმა ოპოზიციამ ან რადიკალურმა ოპოზიციამ რაღაცა დამისახოს, რაღაცა გეგმა დამიდეს ქვეყანა როგორ უნდა წავიდეს წინ. სხვათაშორის იგივე ხება ხელისუფლება და ამიტომ ჩვენ გველაპარაკებიან ლოზუნგებით და არა კონკრეტული ემით. ამის გარდა როდესაც იხსნება თქვათ ავტომაგისტრალის რაღაც მონაკვეთი, ამას ხნის ხელისუფლება და ამას აკეთებენ დიდი ზარზემებით, განსაკუთრებით არჩევნების წინა პერიოდში. ხო თქვათ, როდესაც დაიდგა გაიხსნა მეფე ერეკლე მეორეს ძეგლი, ხო, ეგ მთელი მთავრობა და მთელი იყო. მოდი ბატონებო, და გავიწყდება რომ პირველ რიგში ამას მთავრობა თუ აკეთებს და რაც კიდე მთავრობა აკეთებს ვიცი ფული, ისე ჩვენი ფული, ჩვენ ვართ ბატონებო გადამხდელები. დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მარგარეტ ტეჩერს ეკუთვნის გენიალური ფრაზა, ყველა ეს ეხებოდა პირველ რიგში ინგლისის დიდი ბრიტანეთის მაცხოვრებელს, მათ ყველამ დაიმახსოვროს რომ არ არსებობს არავითარი მთავრობის ფულიო. ეს არის მოსახლეობის ფული, ეს არის გადამხდებებისგან აკრეფილი ფულიო. იმიტომ რომ ჩვენ როცა ვწყვილობთ ფურს, ჩვენ როდესაც ვხდით ელექტროენერგიას, საფასურს ან სხვა კომუნალურ საფასურს, იქიდან გარკვეული პროცენტი მიდის ისევ მთავრობაში, ხო? უბრუნდება სახელმწიფოს ბეგერის საკუთარი ისე ჩვენი ფულით. ეხლა როგორ მივდივართ იმ სიტუაციამდე, რომ ქვეყანა ასე არის მაღლა გაღატაკებულ მდგომარეობაში ჩავარდნილი. აი დავაკვირდით რა, ჩვენ ლევანდელი შემადგენლობა. აი ეს არის თავარი, რომ აი გინდა კოაბიტაციამდე და ეს მოქალაქეთა კავშირი, ხო, ეს ერთ და იგივე ხალხია. დღეს შენ თქვი, რომ ეს ქვედა ეშელონები ამოწიეს ზემოთ და გველაპარაკებიან, ესე იგი, ისევ ახალი ტირანიის შექმნაზე რა. ლევანდელ დღეს და ხვალ რა მოხდება, არავინ, ნუ ხვალინდელ დღეს რა მოხდება, არავინ არ საქართველოს ქვეყანა ისევ ამ იმაზე დგას, რა ქვია, ვულკანზე. ვიღაცას ომის დროს ისე უნდა რომ აქ ყველაფერი რევოლუციით გამვითარდეს რა. დაახლოებით იგივეა, რაც 1917 იყო რუსეთში, ომი იყო ჩვეულებრივი და იქ ესე იგი ლენინი და ტროცკი ამზადებდნენ რევოლუციას. ეხლა წარმოვიდგინოთ, ხო, ტროცკი არის ეს ისა რა ქვია, ბურჭულაძე მომღერალი, ლენინიზის იმაში რა სადღაც საუნდტრეკში, ხო, ბიბლიომეტში სააკაშვილი და კერენსკი არის ხელისუფალი, რომელსაც ესე იგი, რომელიც ყველა კოგაბიტირებული იყო იმასთან ნაცებთან. იგივე იყო ესე მენშევიკი და ბოლშევიკი რა, კოაბიტირებული კი ერთი პარტიული სული იყო. და აი ესენი ერთი პარტია, ერთი სულისკვეთების, ერთი ცოდნის, ერთი განათლების, ერთი მსოფლმხედველობის ქვეყანას ისევ შარში, აი ომის დროს თორე ის რომ დასაჯდელი ეს ხელისუფლება, ხო, ეს ყველა ვიცი ნებისმიერი ადამიანის უკმაყოფილი ცნობა არსებობს რა, ამდენი ჩამოსახლებული უცხოელი არაქართველი ასეთი მდგომარეობა 3 წელიწადში მოქალაქეობას აძლევენ, ეგეთი რაღაც არსად არ ხდება, ენაც კი არ იციან, სამსახურებს აძლევენ და ჩვენი მოსახლეობა ქვეყნიდან გარბის და ესე ნაგლად ესე გამოდის ერთ-ერთი იდეოლოგი და ახალგაზრდებს მოუწოდებს, რომ საერთოდ საქართველოსთან წავიდნენ. თან გადიან ბატონო გია, ესეთი ახალგაზრდები, ჯანღონიცავს და ჯანმრთელები, აი, რავი, ყველაფერი რო თავის ადგილზე დაწყობილები ჯანღონით მართლაც ავსე და ვიღაც მოპატია და გადამთიელები, უცხოტომელები, არ მინდა უცხოტომელები მართლაც ტაქსები და გლოვოები და რაზეა სავასაურო. მიწების მიყიდვა და ყველაფერი უბედურება, ხო? აი ესეთი რამე და ზუსტად ეს არის, ეს კოაბიტაცია იყო, კოორდინაცია.
კოორდინაცია და კოაბიტაცია ემსახურებოდა ერთ რამს, რომ საქართველოში სხვა პოლიტიკური ძალა არ გაჩნდეს. საარჩევნო კანონმდებლობა ემსახურება იმას, რომ საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური ძალა, შუაშისტური, ასე ვთქვათ, შუაშისტური პოლიტიკური ძალა, უფრო კრებსითია, არ გაჩნდეს და ეს მარტივად კეთდება არჩევნებზე, შემოკარგება, როდესაც მე გეუბნებით, რომ 5,600,000-ში დაიმახსოვრეთ ეს ციფრები, 5,600,000 მოსახლეში იყო 3,700,000 ამორჩეველი, ხო? ესე იგი ბავშვები, ხო, 18 წლამდე იყო ის 2 მილიონამდე. ეს ჩვეულებრივი მომენტია და დღეს 3,740,000-ში ვეუბნები, რომ 3,500,000 ამორჩეველი. ანუ სულ რაღაც 18 წლამდე 240,000 ბავშვი დაგჭა, რა თქმა უნდა, ტყუილია. ეს ნიშნავს, რომ სადღაც 600,000-დან 1 მილიონამდე ადამიანის დოკუმენტი აქვს გადამალული ამათ სადღაც. და იმას იხენებენ, როცა ჭირდებათ აი ამ კოაბიტაცია კოორდინაციის პირობებში. მე ერთმანეთს ემზვია. ესე იგი თუ ახლა ხელისუფლებას მეტი რესურსი აქვს და მეტად გადააგდებს იმ ოპოზიციას და ამ ყალ დოკუმენტაციას გამოიხენებს, გამიგეთ? და ამას ნაკლები რესურსი აქვს და ისე ვერ იყენებს. მაგრამ შეთანხმებაა მიღწეული და გამოდის, რომ 1,800,000 ადამიანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა, რომ 51% გამოვიდეს საბოლოო ჯამში მონაწილეების არჩევნებში. რომ ის 3,500,000 დაძლიოს, ანუ 18 რო გაამრავლო 2-ზე, ხო? ეს არის 36. ანუ 1,800,000 რო გაამრავლო 2-ზე 50%, ეს ნიშნავს 3,600,000 რომ მიიღო მონაწილეობა. ეს არის დიდი ტყუილი. 3,000,000. აბსურდია. აბსურდია, რომ ამდენი ადამიანი მონაწილეობას იღებდეს არჩევნებში. ჩვენ წესიერი საზოგადოება არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ. თუ რაღაცა ესე იგი არ ვიღებთ, ეხლა ეს რას ნიშნავს რა? იძულებული ვართ ხანდახან მივიდეთ, ჩვენ იძულებული ვართ, რომ ესე იგი ტელევიზიაში დრო მივიღოთ ამისთვის დავიждეთ და არჩევნებში ამ მასხარაობაში მონაწილეობა მივიღოთ, თქვენამდე რაღაცა მოვიტანოთ. მაგრამ ერთ რამეს გეტყვით შემოკარგებო რა, დიდმა რომაელმა იმპერატორმა თქვა, მე ახლა ამას ვიტყვი უზრდელობაა ცოტა, მაგრამ ესე როდესაც ადამიანი წაკოზულია, მას უკნიდან ვინ იმას უშვება, ხო არა აქვს მნიშვნელობა. თუ ქართველი ერი წაკოზულ მდგომარეობაში იქნება, ვინ იმას უზავს, ხო, იქიდან, იმას არ აქვს მნიშვნელობა, შემოკარგებო. ეს არის თქვენი პასუხისმგებლობა, რომ ეს ავაზაკები ამდენი წლების განმავლობაში თავზე გაზიანდა, დღესაც გამოდიან 100,000-ობით ადამიანი და ერთი ავაზაკების წინააღმდეგ ხარც უჭერენ მეორე ავაზაკებს. და შედეგად მიიღებთ იმას რა, რასაც მე გეუბნებით, არაფერი არ იქნება დაბრუნდებით ისევ იქ კოჭლი კაცის პირობებში. აი ეს არის სამწუხარო, კიდევ ერთხელ რა, ქართველმა ერმა უნდა შეიგნოს თავარი რა, რა ჭირდება, რაც ჭირდება. ეს არის თანასწორი არჩევნები. თანასწორი არჩევნების გარეშე დემოკრატია არ არსებობს. დემოკრატია თუ არ არსებობს, სახელმწიფო ინსტიტუტები არ არსებობენ. თუ სახელმწიფო ინსტიტუტები არ არსებობენ, მაშინ არსებობენ რა, ყაჩაღები. დამთავრებულია საქმე რა, სახელმწიფო ინსტიტუტები მოსპობა მოძალადეებს იწვევს. ბატონებო, ამიტომ ახლა ჩვენ ხარისმიერი ახლა ჩვენ კარგად გვახსოვს ვიდეოც, როდესაც ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი უმუხებო თუ ჩვენ არ გავიმარჯვებთ, ჩვენ ქუჩაში გამოვალთ. ჩვენ ქართულთა ერთობა ვართ კატეგორიის წინააღმდეგი ნებისმიერი გამოსვლებისა ქუჩების აქციების. ამიტომ კიდევ ერთხელ მე მინდა მიმართო ყველა პოლიტიკურ პარტიას, ეს იქნება მართული პარტია, ეს იქნება რეკლამირებული თუ რადიკალური ოპოზიცია სხვა პოლიტიკურ ძალებს. მოვიდეთ ყველა ერთად დავდეთ ერთ მაგიდაზე და შევარჯემოთ და როგორც ბატონმა გიამბთანა შექმნათ ისეთი საარჩევნო კოდექსი, სადაც ყველა იქნება თანაბარი. თუნდაც იგივე იმ პარტიულ ტელევიზიას არჩევნების წინა პერიოდში არ ექნება უფლება მიენიჭოს უპირატესობა რომელიმე ერთ პარტიას მეორე პარტიის სასარგებლოდ. და ჩვენ ხედავთ რომ ამ თქვათ აი ამ პოლიტიკურ ძალებს რომლებიც არცეთ კლანს არ განეკუთვნება და რომელიც არცეთ ბიზნეს კლასთან არც ბიზნეს სტრუქტურას და არა თქვათ ასე კრეშენ არ შედიან გარიგებაში მესამე ძალებთან ფაქტობრივად არცეთ ტელევიზიას არ აკარებენ არანაირ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს. ეხლა როგორც კანონშია ჩაწერილი თუ თქვათ რომელი ვიღაცა პოლიტიკურ პარტიის ამ რეკლამირებული და
პარტიის პოლიტიკური პარტიის ლიდერები თავიანთი ტელევიზიიდან, რომელსაც აქვს საშუალება ლამის 24 საათი კვირაში 7 დღე რეკლამა გაუწიონ თავიანთ პარტიას და შენ გამოგიყოფს საზოგადოებრივი მაუწყებელი, თქვათ, ან რომელიღაც არხი არჩევნების წინ 100 წუთიანი ეთერს, ეს ასაკურველს უკვე არ არის თანაბარი პირობა. და ასეთ შემთხვევაში აგრეთვე არის ცნება, რასაც ქვია კვალიფიციური პოლიტიკური პარტია. ეს როგორც ბატონმა გიამბთან, ეს არის სწორედ ის ცნება, როდესაც ეს კვალიფიციური პოლიტიკური პარტიები აკეთებენ იმას, რომ მესამე პოლიტიკური ძალა არ გამოჩნდეს პოლიტიკურ სცენაზე, ანუ პოლიტიკურ ოლიმპზე. და ამითი გაიხანგდონ თავიანთი პოლიტიკური არსებობა. მე მგონი ბატონო გია ამბობს ნებისმიერ წესიერი პოლიტიკური პარტიის გულისწყებას, მაგრამ ეს სისტემა ძალიან არის დასანგრევი. მარტო ტელევიზიით არა, იქ არის ყველაზე უფრო რეპრესირებული მომენტი, როდესაც შენი სპეცსამსახურები მუშაობენ პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ. ეს საერთოდ ნონსენსია, რომ სპეცსამსახურებმა იმუშაონ პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ და მის დაშინებაზე. შემდეგი საკითხი ყველაზე ეს ადმინისტრაციული რესურსი, როდესაც სამსახურებიდან გათხოვნით ემუქრებიან სხვაგვარად მოაზროვნეებს. ცენტრალური საარჩევნო კომისია ჩვენ დროს, აი 91-92 წელს გეუბნებით მე, ამას ყველაფერს აკონტროლებდა სახელმწიფოში. ჩვენ სხვათა შორის სასამართლოს წარმომადგენლები ვყავდა იქ, პროკურატურის წარმომადგენლები ვყავდა. ესმით და იუსტიციის წარმომადგენლებიც იყო. და ეს ემსახურებოდა ცენტრალური საარჩევნო კომისიას. ცენტრალური საარჩევნო კომისია იყო ნეიტრალური და მასში იყო სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები. აქ არის რაზე ლაპარაკით? მე რა იდეას თავაზობ საზოგადოებას, რომ სამართლიანი თანასწორი არჩევნებისთვის ჩვენ ყველა ერთად უნდა შევიკრათ ისე თავიდან, როგორც 90 წელს გავაკეთეთ. იმიტომ რომ საქართველო იყო ერთადერთი ქვეყანა და აიმახსოვრეთ, კიდევ ერთხელ ახალგაზრდობას ვეუბნები, რომელსაც ესენი თვის უბურღავენ და ატყუებენ. ერთადერთი ქვეყანა იყო აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც ჩატარდა მრავალპარტიული დემოკრატიული არჩევნები. სხვა დემოკრატიული არჩევნები მაშინ რა ქვია, პოლონეთში ჩატარებული სახალხო ფრონტების შექმნეს, რაღაცა შექმნეს და ბალტიისპირეთში სახალხო ფრონტების შექმნეს რაღაცა და კომუნისტებთან კოორდინაციით არჩევნები ჩაატარეს. აი ეს არის ერთადერთი გზა, სამართლიანი დემოკრატიული არჩევნები მომზადდეს, ეს არის თანასწორობა, მე განსაზღვრავს ყველაფერს. მხოლოდ ეს სიტყვა. ყველაფერი შეიძლება თქვა, დემოკრატია შეიძლება ყველა სუვერენული დემოკრატია გუშინ იძახოდნენ. ეს არის იმის დუგინის სიტყვები, სუვერენული დემოკრატია, არ არსებობს ეგეთი რამე. ანუ ყველაფერი შეიძლება კუდი მოაბა, მაგრამ სამართლიანობას კუდს ვერ მოაბავ. ან სამართლიანობა ან არსებობს, ან არ არსებობს და თანასწორობა ან არსებობს, ან არ არსებობს. სხვანაირად არ არის რა. მეგობრებო, და ამიტომ გეუბნებით, რომ საჭიროა შეიქმნას დიდი ეროვნული საბჭო, აი ეროვნული თანხმობის პარტია ეროვნული თანხმობის კომიტეტი, ჩვენ გვინდა შევხვდეთ ეროვნული თანხმობის. არა, უნდა გაკეთდეს არჩევნების მოსამზადებელი ეროვნული საბჭო, სამართლიანი თანასწორი არჩევნების მოსამზადებელი ეროვნული საბჭო, მაგრამ პარტიის სახელი და ქართველთა ერთობა არის ერთ-ერთი ინიციატორი ამ საქმის, მას უნდათ მონაწილეობის მიღება ამაში, ერთი პარტია კაიარო უკვე გზად არის, არიან სხვა პოლიტიკური ორგანიზაციები და ეს ნელ-ნელა უნდა, ესე იგი, ეს ეროვნული პატრიოტული ძალები ისე უნდა გაცოცხლდნენ, ისე სხვა გამოსავალი ჩვენ არ აგვაქვს, რომ ახალგაზრდობა ჩვენ ვერაფერს ვერ დაუტოვებთ იმ სისულელის გარდა, რაც ხვალ შეიძლება მოხდეს. ეს იქნება სისულელე მხოლოდ და მხოლოდ. ამაშია საქმე, ომი არ დამთავრებულა, ვიღაცა ძალაუფლება უნდა. ეხლა ორივე თქვენთან კითხვა. თან ტრაგიკულად შეიძლება დამთავრდეს ეს სისულელე, ხომ აპათია შეიძლება. არა უშუალოდ. ორივესთან აქვს კითხვა და დავწერა თქმა უნდა, ბანან გიაკუჭავათი. როგორ ფიქრობთ, რას მოიმოქმედებს რადიკალური ოპოზიცია ხვალ, ანუ 4 ოქტომბერს და რა სახის პროვოკაციები არის მოსაოდნელი მათი მხრიდან და რა რეაგირება ექნება უკვე ამ მოქმედ ძალას? რადიკალური ოპოზიცია არც მალავს, რომ ამზადებენ მასობრივ გამოსვლებს. თქვათ, ჩვენ ხედავთ, როდესაც ზოგი პოლიტიკური პარტია, რომელიც გადავიდა ბოიკოტის რეჟიმში, უკვე ხვალიდან ემზადებიან მასობრივი არეულობებისკენ, სადღაც დღის მეორე ნახევარში. თქვათ, აი ეს რადიკალური ოპოზიციის რიგით წარმოადგენენ, თქვათ, იგივე უკვე
ბატონი მამუკა ხაზარავი გამოდა თუ მე არ გავიმარჯვე ჩვენ გამოვალთ ქუჩაში ეს არის ყოველთ მიუღებელი. მე ხარ ასე პირველია ხელისუფლება და მართველი ძალა ამ შემთხვევაში კანონით გათვალისწინებულ მიიღებს ახლა ყველა ზომებს, რო ვთქვათ, იმიტომ რომ ქუჩაში აღდგეს წესრიგი და არ მოხდეს ისევის, რაც მოხდა შარშან საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ნუ მართალია ჩვენ ვხედავთ ყოველდღე მაინც რაღაც ეს რადიკალთა ჯგუფი ეს გამოდის და მაინც წელიწადი ატარებს რაღაც მიტინგებს. მაგრამ ხელისუფლება იმას არ დაუშვებს იმას, რომ მიიღოს ის ფორები, რაც ეს იყო შარშან. ესე ასე პირველია ეს გამოსვლების, ნაწილობრივ ფინანსირდება რუსეთთან, ნაწილობრივ შეიძლება ევროპიდან, მაგრამ ისე რუსული ფულით ან ახლა მე ხარ არა ვარ რაც სპეცსამსახურის წარმოადგენელი არჩის და მე ხარ ვერ ვაკონტროლებ რა ფული საიდან მოდის და საიდან ნამდვილი ამბავი არ არის პასუხისმგებელი. ბატონო გია, ნათქვამი იყო, მაგრამ გოდიში გაწყვეტინეთ, ნათქვამი იყო ასევე, რომ თითქოს წინა ფლანგზე, სპეცდანიშნულების რაზმთან წინა ფლანგზე, ანუ წინა ნაწილში უნდა ჩაყენებულ იქნეს ყოფილი ჯარისკაცები, ყოფილი პოლიციელები და უკან ხალხი. ეს რა თქმა უნდა, ყოფილი პოლიციელები და ყოფილი ჯარისკაცები უნდა იყვნენ ვარაუდია, მხოლოდ ვარაუდია. უნდა იყვნენ შეიარაღებულები, რითი არ ვიცით, არ არის ინფორმაცია და აი ამ თემასთან დაკავშირებით თქვენ რას ფიქრობთ? ამ თემასთან მე ბატონობა ხო ზუსტად ვიცი, მე ახლა მინდა გავიხსენო 2003 წლის ვარდების რევოლუციის პერიოდი, როდესაც იმჟამინდელი ამერიკის ელჩი ვინც იყო საქართველოში მაილსი იხსენებდა, რომ სააკაშვილოს შეხვედრაზე მან ბრძანა, რომ სააკაშვილო თქვა, რომ თუ 10-15 კაცი დაიღუპება 20 კაციას, ამით არაფერი არ დაშავდება, ეს პირიქით ეს ხალხი გამოცხადებაო ვთქვათ რეჟიმთან ბრძოლის გმირებად. ახლა რასაკვირველია, მე არ გამოვიწყუროს რადიკალურ ოპოზიციას წავიდეს რაღაცა ისეთ მოქმედებებზე, რომ რადიკალურ ოპოზიციას რაღაცა გამოიწვიოს სხვა, მაგრამ მე შემთხვევით არ გავხსენდა. სხვა შორის აქვე მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო და ისევ იმჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ბატონ კობან არჩემაშვილის ბრძანებით იყო მთელი პოლიცია განიარაღებული, რომ მასობრივი გამოსვლები და პროტესტების მსვლელობისას არ მოხდარიყო რაიმე ანუ სხვა და მკვლელობა, რომელიც თქვა მე დაბრალდებოდა ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, მაგრამ ახლა დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე ნეტორი ეს რადიკალური ოპოზიცია ეს არის ის ხალხი ისინი დღესაც არიან ხელისუფლებაში ბატონობა, ახლა არ შევიდნენ პარლამენტში თუ შევიდნენ, ისინი როდესაც შენ ოპოზიციური პარტია ხარ და შენ ხარ საპარლამენტო პარტია, შენ ინაწილებ ძალაუფლებას და შენ ინაწილებ ხელისუფლებას. აღარ ხელისუფლების, მაგრამ ამათ უნდა სრული ხელისუფლება. და უკვე ქართულ ხალხს უკვე არც ეკითხებიან და სხვა როდესაც ამბობენ, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი პროდესალური ძალაო. მე მინდა ესე იმ ახალგაზრდებს მივმართო, რომელსაც დღეს ბევრი შეიძლება არ არიცენ, ან შეიძლება არ ესმის. მთელი ქართული ეკონომიკა 2003 წლიდან მოყოლებული ვარდების რევოლუციიდან. ვინ გადაცა რუსეთს? თითქმის ყველა სტრატეგიული ობიექტი, მოდი გავიხსენოთ კახაბანდუკიდეს სიტყვები, ყველაფერი იყიდება სინისის გარდა, ანუ მაგათმა სინისის გაყიდეს, მაგრამ არის ცნება სტრატეგიული ობიექტები, რა ძალისხმევა დაჭირდათ შეერთებულ შტატებს, რომ გასადენი არ გადაცემულიყო გაზპრომისთვის. ხო, ბოლოს 2008 წლის ომის მერე ემბურგესის მიყიდვა უნდათ რუსეთისთვის თუ გადაცემა ეს მმართველობაში. ახლა ახლა მე ზეპირად არ მოხდეს, მაგრამ ახლა რომ ჩამოვთვალო თითქმის საქართველოში ბატონებია 80% ხასები ხო სააკაშვილო მე მგონი რუსეთს გადასცა. ბატონო, დღესაც ეს არის ცენტრალური ენერგო კომპანია არის მაგის საგარეო საქმეთა მინისტრი რო იყო ის ვაშაძე. ბატონო? არა. ვაშაძე მერე იყო, მანამდე რო იყო, ძმები რო არიან. ბეჟუაშვილები, რა ქართული გვარით კი არიან, მაგრამ აი მაგათი რუსული კომპანია თავიდან ბოლომდე მათი და სხვები კიდევ ბევრია. უარეს შემილია მე რა თქვა, მაგრამ მაგას
ამ წუთას არა აქვს მნიშვნელობა. სხვათაშორის ბატონო გამახსენდა მე ისე ვარდების რევოლუციის წინა პერიოდი იყო. ერთ ძმაზე ბეჟოსუზე, რომელიც საგანში მუშაობდა. იყო პროკურატურაში აღძრული სისხლის სამართლის საქმე, იყო დაახლოებით 200 მილიონ დოლარული გაფლონგვა, ხო თუ არ მეშლება და როგორც კი ვარდების რევოლუციის შემდეგ ეს მონათლეს დროს და ამიტომ ეძახი ამას მე კოაბიტაცია, კოორდინაციას ყველა სხვა პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ, რომლებიც დაფინანსების გარეშე ხო ელემენტარული დაფინანსების გარეშე არც ერთი პოლიტიკური ძალა არ არსებობს. ერთ თქვენ ვერ იარსებთ. ეს ამათმა კარგად იციან და ეს პოლიტიკური ძალები ამიტომ ასე გააქრეს. მე შემიძლია უფრო უარესიც მოყვე რა, მე ქრისტიან დემოკრატების დამფუძნებელი ვარ 88 წელს. და რა გავიკეთე ხა სააკაშვილმა იცით? ჩამოაყალიბა ეგეთი ჟურნალისტების პარტია ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა, რომ დასავლეთი გზა გადაეჭრა ელემენტარულად რა. დღეს ერთი ლილიაშვილი თუ ვიღაცა იმედის სპეცსამსახურია, ანუ ხელისუფლებას ემსახურება, მეორე თარგამაძე ემსახურება ხო იმას რა ფორმულას და მესამე კიდე ვიღაცა, ეს ინგა გრიგოლია თავისთავად პირველს რა. აი ეს ბანდა რა შექმნა ასეთი რომ ჩვენ გავენადგურებინეთ რატო გავენადგურებინეთ რომ მე როგორც ქრისტიან დემოკრატების დამფუძნებელი ამავე დროს ვარ თქვენ წარმოიდგინეთ ევროპის სახალხო პარტიის ერთ-ერთი ჩემი პარტიის სახელით რა მაშინ 97 წელს როდესაც საქართველოს ასოცირების წევრობაზე ლაპარაკი მაგის გულისთვის შევარდნაძის პარლამენტში გავატარე 7 წელიწადი აი ფეხზე ვეღარ ვიდექი ვეხვეწებოდი რომ დეპუტატები რო არ გამ ერთი-ორი დეპუტატი მაინც რომ ყოლოდა თუ რომ გამოგიცხავდნენ ევროპის ქრისტიან დემოკრატები და რო არ გამოვერიცხეთ თავი გადავირჩინე და როგორც კი მოვიდა პირველი ეგ გააკეთა რა თვითონ შევიდა ევროპის სახალხო პარტიაში და ჩვენ როგორც პოლიტიკური ძალა გაგვანადგურა შედეგად მიიღო ის რაც მიიღო ზის ციხეში ეხლა რა შეა საქმე მაგას ციხიდან გამოსვლა უნდა და როგორც ჩანს ეს კოაბიტაცია კოორდინაცია დამთავრდა მაგრამ სანამდე ივანიშვილს დაეტაკება ჯერ ისინი მოიკითხოთ ვინც ის ჩამოიყვანა საქართველოში ვინ პირდებოდა რომ ხელისუფლება უკვე მათი იყო 20 წელს ვინ პირდებოდა მას ამას ანუ მოატყუეს ეხლა მე შევედი პოლიტიკურ გარჩევებში რა ჩემი საქმე არ არის მე ვუყურებ მინდა უთხრა ამდენ სიცრუეს ამდენ ტყუილს ამდენ ტკივილს რაც ქვეყანას მიაყენეთ თავი ოპოზიციას ვეუბნებ პირველ რიგში ხო ხაზარაძეებს საერთოდ ხაზარაძეს და მის ჯგუფს ტიბისის არ გავიხსენებ ხო მე ახლა რუსულ პარტიებს არ ველაპარაკები არ მაინტერესებს მაგრამ დემოკრატია არ აინტერესებს საერთოდ ვეუბნები რომ თუ ოპოზიცია ხართ ხო თუ ნამდვილად გინდათ რომ ამ ზოგადად სამართლიან ქვეყანაში ცხოვრობთ რა სამართლიანობა როგორ დამყარდება საქართველოში ეს ძალიან გაწელვადი ცნება თითქმის შეუმძლებელია ელემენტარულად თუ გინდათ რომ სწორი ხალხი იყვნენ პატრიოტსანი ხალხი იყვნენ ეს არის ერთადერთი გზა თანასწორი არჩევნები ამიტომ მოგზავნით ეროვნული საბჭო ჩამოვაყალიბოთ ერთად ეს ჩვენ საინიციატივო ჯგუფი ვართ ჯერ არაფერი არ დაგვიწყია ჩვენ გვინდა თქვენთან თანამშრომლობა აუცილებელია როგორც არ უნდა განწყობილები ვიყოთ უარყოფითად თუ დადებითად ეს არის ერთადერთი გამოსავალი სხვა გამოსავალი ამიტომ მოგმართავ თქვენ რომ არ არსებობს ამ ქვეყნისთვის რა ხვალ შეიძლება სისულელი ჩაიდინო რომელიც გადავიდეს ტრაგედიაში აი რასაც აკეთებს დღეს სააკაშვილი გუნდი ხო რასაც ესენი მიყვებიან რაც ივანიშვილმა თავის ესე იგი მოქმედებით მთლიანად ესე იგი დაასპონსორა იდეოლოგია ჩაუდო მაგ ივანიშვილმა რუსი რო ეძახიან რატო ევროპას დაარტყა კი ბატონო გასაგებია რომ ემლიქმნელები რუსეთს ომია და ეგეთი დროა და შეიძლება ნაკლები ლაპარაკო მაგრამ მურტყავ ევროპას რატო ვინ შენ ესე იგი ქვეყნის არაღიარების პოლიტიკაში გვერდით გიხდა იმას ვინ შენ საზღვრები გაგიხსნა იმას ვინ ჩვენ ესე იგი დაფინანსება მოგცა და ფეხზე გავუყენა იმას ვინ ჩვენ ინსტიტუტების სკოლების მშენებლობა ბაღების წყალგაყვანილობების გზების მშენებლობა დაგიფინანსა იმას ვუყავ და იმას აცხადებ უცხოეთ აგენტად და მაშინ როდესაც რუსეთის აგენტურას კარებს უხსნი აი ეს არის პროვოცირება სიტუაციის ამიტომ მე ხო რა თქმა უნდა ესე იგი ჭირდება თქვა რაღაცა მოხდეს ხვალ არის 4 ოქტომბერი და იმიტომ ამბობ ეს გაზრდებულია ყველაფერი რა თქმა უნდა ამას ვეძახი კოორდინაციას და რას მიიღებს ან ერთი ან მეორე მხარე მაგას ვეკითხები რასმი ქართველი ერის სისხლი და პატარა ბავშვების სისხლი დაიღვაროს პოლიციელების სისხლი დაიღვაროს ქალების რა ვიცი ახალ თუ მოხუცების
მე ერთმანეთს გადააბრალეთ, მაგრამ მე დღეს პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს არის თქვენი საერთო დანაშაული იქნება რა. ყველა ნორმალურ ჩვენ ციხეებში რომ მოგვიწევს, ჯდომა, ხო, ამ ამბების შემდეგ ალბათ თქვენი მიზანის, ხელისუფლების მიზანი ის იქნება, რომ შემდეგ ყველა ესე იგი ნორმალური ადამიანის ციხე, აბა სხვანაირად ის ვერ შეაჩერებს, სხვა პროტესტს ვერ შეაჩერებს, თუ შენ წესერად არის მოქმედი, პროტესტი არ შეჩერდება. ეს პროტესტი ისე გამოხატულებაა, იცი? ყველა არის ოპოზიციონერი შინაგანად საქართველოში. ამ ხელისუფლების ამ ქმედებას არავინ არ უჭერს ხარს. უჭერს მხოლოდ 10%. ეხლა რუსეთი და სტალინის და იმის დროინდელი, რა ქვია, ბრეჟნევის დროინდელი საქართველოს ვიღაცას უნდა 10% მოსახლე დაარჩენს, არ უნდა ეს. ეს არის მთავარი. ყველაზე მაქსიმუმ, ვისაც ესე იგი მანდ მოძებნიან, ეს იქნება რაღაცა, ნუ ჩემი ასაკის ხალხი ისე ძალიან მცირე, იმიტომ არ დაგავიწყოთ იმ ჩემი ასაკის ხალხმა საქართველოს დამოუკიდებლობას მიცა რეფერენდუმზე ხმა. თქვენ რო ეხლა ეს რეფერენდუმი ჩაგატარებინოთ და დღევანდელ საარჩევნო კომისიას, ხო? ეს საარჩევნო კომისია ამ რეფერენდუმზე საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიცემულს გამოიყვანს მოსახლეობას, როგორც უნდა ისე დაგითვლეს. ეს არის უბედურება, ეს არის სხვა ქვეყანა უკვე, სხვა სახელმწიფოა. ეგ ისეთივე რა მოხდა, რაც აქ უბრალოდ რა იყო 92 წელს 21 წლისგან განსხვავებით იქ სოციალური ბაზაში, ანუ ბურჟუაზია გარდავიდა სოციალიზმში და აქ უბრალოდ სოციალიზმი გადავიდა ბურჟუაზიაში და ხალხს უთხრეს, რომ ბურჟუაზია ეს არის მტაცებლობა, ეს არის მკვლელობა, ეს არის ქვეყნის გაღატაკება, წართმევა და ერთ გერმანელმა მეგობარმა მითხრა თავის დროზე, რომ ჩამოვიდა საქართველოს, ასეთ სიმდიდრეებს გაქვთ, ასეთ სიღატაკეში რატო ცხოვრობთ? ჩვენთანო ბიზნესმენი ის კი არ არის, ვინც ქვეყანას ძარცვობს, ჩვენთანო კონსერვის ბანკებს აგროვებსო, იმის ქილებსო, ლუდის ქილებს და მერე შემდეგ გამოდისო მერსედესიო. აი ეს არის ჩვენი ბიზნესი, ეს არის ბიზნესი. აქ ყაჩაღები ბიზნესმენები არიან. ის ეცოდებათ ევროპელი ბებია, ვიღაცა მოატყუეს, რომ ქართველ ბებიას, რომელსაც 360 ლარი აქვს ხელფასზე, 65 წლამდე შეიძლება ადამიანი ვერც მივაღწიოთ, რომ პენსია მივიღოთ. ესმით, აი ესეთი სახელმწიფო შექმნეს ამ მათმა ერთად კოორდინაციაში. აუ ისე გამომივიდა, რომ ეხლა აკრიტიკებ, არ მინდა თქვენი კრიტიკა, მოკლედ გამოსავალი არის ერთადერთი, რომ ჩვენ სამართლიანი არჩევნები ასე თანასწორობის პირობებში ჩავატაროთ. სხვანაირად სამართლიანობა არ დადგება. ეს ვიცოდეთ რა. და ნუ რავი, ნუ მოგვატყუებს იქ ქუჩაში ახალგაზრდები რო გაყავთ. მე კიდევ ერთი მომენტი ჩვენ ის ყავდა გვერდით. მე რა კოსტავა ყავდა, იდეალი იყო ეს კაცობის და ქვეყნის სიყვარული. თქვენ ვის მიყვებით? მერაბისთვის ყველ თავს დავდებდით ახალგაზრდები. მე გარკვეული დიდი ნაწილი უზარმაზარი მასა ზვიადისთვის, ხო? მაგრამ იმასაც უღალატეს თავის მომენტში. ძალიან ბევრი მომღალატეს. ეს ღალატი ჩვენი მასია, მაგრამ მაინც ესენი ლიდერები, უზარმაზარი ძალა იყო, უზარმაზარი სულისკვეთება იყო. თქვენ ვისთვის მიდიხართ, ვისთვის უნდა იბრძოლოთ ახალგაზრდებო ამ ესენი. რუსეთი გინდათ, აგერ ბატონმა გიამ დაასახელა სააკაშვილის კავშირები რუსეთთან. იქვე არის უამრავი ადამიანის კავშირები. არის ვინმე კაპანაძე, რომელს რუსეთის ჯარს პირდაპირ მიცა საშუალება, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაერღვია. და იმაში ჩაიწერა გაეროს რეზოლუციაში, ევროკავშირის რეზოლუციაში, რომ იმას ტალიანის დასკვნაში პირდაპირ ჩაწერა, რომ რუსეთს ჰქონდა სამართლიანი უფლება საქართველოს რუსეთის ჯარებს საქართველოს ტერიტორიას შემოსვლის. იმიტომ რომ აღიარა კაპანაძემ, რომ დაბომბეს, ესე იგი, სამშვიდობო ძალები. ჯერ სამშვიდობო ძალები როგორ დაუტოვეს მანდატი. ჯერ რომ მოეცდა, რა თქმა უნდა, თუ შენ წინააღმდეგობის გაწევას აპირებთ ამ პრობლემისადმი, მას უნდა მოუხსნეს სამშვიდობო მანდატი. ჯერ ბატონო გერცი რაღაცა კარგი, მაგრამ მე ვილაპარაკობ მაგით ცალკე. მაგრამ აი ესეთი მომენტებია, ბევრი კითხვის ნიშანია. თქვენ ამაზე როგორც კი გაყვებით ახალგაზრდებო, თქვენ გეუბნებით, ვინც მოისმენ და ვინც გაყვებით. ამაზე ყველანი მე პასუხებელი, ანუ თქვენ იმაში რო არის სალამურზე რო დაუკრავდა ბავშვებს რო წაიყოლეს. ეს გერმანული მითი. აი ესეთი რაღაცა ხდება. თქვენ იმან გაყვებით და დამთავრდება საქმე. მე თქვენთან ლაპარაკებ, ბევრთან არ შეიძლება უკვე. და მე საერთოდ შეუძლებელი გახდება აი სისხლს როგორც კი დაღორიან ესენი. აი ეს დამთავრდება სულ ყველაფერი რა. თქვენთვისაც დამთავრდება სულ ყველაფერი. თქვენ ვერასდროს ესე იგი ვერ იქნებით მართლები თქვენ თავთან. მადლობთ. ბატონო გია, რა მაინტერესებს ახლა თუ ისიც აი თქვენი აზრით რა რეაგირება მოყვება
თუ ხვალ დაიძაბება რა თქმა უნდა ეს რუსთაველზე მდგომარეობა და უკონტროლო გახდება სიტუაცია აი რას მოიმოქმედებს მოქმედი ხელისუფლება თქვენი აზრით და უკვე შემდეგ თქვენ აზრს ნუ ჩემი აზრით უკვე მოხდება ის რაც მოხდა შარშან საპარლამენტო არჩევნების მერე ხელისუფლება გამოიყვანს ძალოვან სტრუქტურებს და თუ იქნება მცდელობა ამ პარლამენტის ან მთავრობის ადმინისტრაციის ან ცენტრალური საარჩევნო კომისიის შტურმისა ძალოვანი სტრუქტურები იძულებული იქნება რომ დაიცვან ეს შენობები მოიერიშე მომიტინგეებისგან. ამიტომაც ვამბობ, ეს ყველაფერი აწყობს რუსეთს. ეხლა ბატონო გიამ რო ბრძანდა ეს სცენარი სხვათა შორის ისევ იწერება ალბათ ეს სცენარი ისევ იწერება რუსეთში ან სადაც სხვაგან ახლა არ ვიცი და ბატონებო ნუ გადავაყოლებთ ჩვენს პირად პოლიტიკურ ამბიციებს და ნუ გადავაყოლებთ ჩვენს მეობას ჩვენს ქვეყანას და საქართველო არის ერთი ეს იქნება და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ პირველ რიგში ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენი ქვეყნის აყვავებაზე ჩვენი ქვეყნის მომავალზე და არა ვიღაცა კონკრეტულად ბიზნეს ელიტის ან პოლიტიკური დაჯგუფების თუ ვიღაც კრიმინალური ჯგუფის კეთილდღეობაზე ყოველთვის უნდა ვიფიქროთ თუ რა მოყვება და რა ნაბიჯი მოყვება ამ კონკრეტულ ნაბიჯს. როდესაც ერთი პოლიტიკური ძალა მე ჩავატარებ არჩევნებზე ეს იქნება არ იქნება, როდესაც დღეს თავარის ტელევიზია გვქონდება რაც ჭეშმარიტ დამოუკიდებელი ტელევიზია. ბატონებო არ არის ეს თავარი დამოუკიდებელი ტელევიზია. ეს არის კონკრეტული პარტიული ნაციონალური მოძრაობის პარტიული ტელევიზია და რატო იჩემებენ რომ ჩვენ ვარ დამოუკიდებელებიო. რომელიც ერთი პოლიტიკური ძალის ხა ფორმულა ყველამიც ეს არის ხაზარადესი ხო? თუ ტელეპირველი. დამოუკიდებელი ტელევიზია. თითქოს 99%-ია ტელევიზიების. ხო და ანუ გადავიდა ყველა ამ თემაზე აი პოდკასტები გაკეთებოდი ჩემი. დიახ. რომ არავის არ ახარ დამოუკიდებული და ყველაფერს სიმართლეს საბოსავლო დიაგის. ხო მე ვაკეთებდი თავის დროზე მოვლოთ რა არის იცი ძნელია რა ასე მუშაობა იმიტომ როცა არა გაქვს როგორ ხდებოდა იცი 20000 ყავდა რა ქვია მსმენელი მარტო რადიოთი მანქანებში 15-16 წელს სანამ საქართველოს ხმაზე მუშაობდი ესეთი პრეს რევიუ ასეთი გადაცემა იყო ჩემი მეგობრების და მე მიწვეულის ვიყავდი რა პოლიტოლოგი და ხშირად ვიჯექი ძალიან ხანდახან ისინი არ იყვნენ მე ვატარებდი ხოლმე ამის გადაცემებს იქ ვისწავლე ეს ჟურნალისტიკა ასე თქვა სიბერიაში ხო, რა შეიყო საქმე? არც ერთი რეკლამა არ მოდიოდა. რატომ? ეს სარეკლამო ბაზარიც ამ ორ ძალას გადანაწილებული ჰქონდა, ეს რო ვიცოდე ჩვენ, რა მთლიანად კოორდინირებული იყო აქაც მუშაობა მაგათი რა. ეხლა რაც შეეხება ხვალინდელ ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ისე როგორ უნდა მოაქციოს საკუთარი თავი, რომ შახ-აბასის შთამომავლების ის იყოს პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების თვალში. ეს ხო უზარმაზარი საგარეო პოლიტიკური შეცდომაა, როდესაც ჩვენ ირანის, ესე იგი, მხარდამჭერ მეგობარ ქვეყანას ვთვლიან. აი ამის საშუალება როგორ უნდა მიცე, თუ შენ მართლა არ გინდა რომ ეს მოხდეს, ხო? ასეთი რამეა, ესეთი ტოპკებს ეძახდა ამას თავის ზოგიერთი ქალბატონი, ესეთი ტოპკები როგორ უნდა, ეს რიგრიგობით ერთი მეორეს აუწევთ ტოპკას, იქიდან მე რაც უფრო მეტად დაიძაბება სიტუაცია, ის უხარია და ამას ქვია ვაბანკი. ესენი ვაბანკიდან არ გამოვიდა. ეხლა მე რაც არ უნდა მოწოდე, მე კი ვიცი რომ რაც არ უნდა მოწოდება გაუკეთო რომ მეგობრებო მოდით ერთად მოვამზადოთ თანასწორი არჩევნები და ჩვენი ქვეყანა გადავარჩინოთ კრიზისს და ესე იგი კარგად ვიცხოვროთ. ესენი ამას არ გააკეთებენ ელიტა, რასაც ქვია, ელიტას რასაც ეძახიან, სინამდვილეში რაც არის, ხო ესენი ამას არ გააკეთებენ, მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენ ქართველმა ერმა. ქართველი ერის ვალდებულებაა რომ წარკვეულ მდგომარეობაში ამათთან არ იყოს. ეს არის თქვენი მოვალეობა, ვალდებულება და უფლება. გასაკეთებელი სხვა გამოსავალი თქვენ არ აგაქვთ არავის რა. ეხლა მე და ჩემი მეგობრე გიასაიდან გავიცანი თავის დროზე ისე დავაფუძნეთ რა ქვია მონარქისტული კლუბი. ხო და იქ ჩვენ გვაქვს სურვილი რომ კონსტიტუციური მონარქიასავით თუ ჩამოყალიბ. იქაც ერთმანეთს ქართველები ვერტანენ, იქაც ერთმანეთს ჭამენ გესმის და ეს ყოველდღე არის საჩურები და რაღაცები ერთმანეთს ეს რაღაცები ხდება. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არის რომ თქვენ
სამართლიანობის პრინციპით და თანასწორობის პრინციპით გაერთიანდეთ და ქვეყანაში თქვენი სამშობლო, თქვენი სახელმწიფო თქვენ თვითონ შექმნათ. თქვენ თვითონ არავის სხვა არ მოვა თქვენთან. ესე იგი, მე არც ის მაინტერესებს, რა ქვია, საიდან იღებს ხოშტარია ფულს. არც ის მაინტერესებს, საიდან იღებს ფულს ივანიშვილი. არ მაინტერესებს აბსოლუტურად. აქ არის თქვენი პასუხისმგებლობა. ის არის მესამე ხარისხოვანი, ისინი რას აკეთებენ. შენ რას აკეთებ შენი ქვეყნისთვის და ცოტა ის გამომივიდა. და შენ შესაძლოა ხო, კენედის ამბავი გამომივიდა. ეხლა გამოდი, მაგრამ აი კენედის ასეთი პასუხი, სანამ კენედი ამას იტყოდა თავისუფლ ფარას, იმაზე ნუ ვიფიქრებ, სხვამ რა გააკეთა ამერიკისთვის, შენ რა გაუკეთე შენს ქვეყანასო. ქართულ საზოგადოებაზე ძალიან კარგად დაახასიათა ბატონმა ნიკო ნიკოლოზომ ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის 80-იან წლებში ასეთი რუსულენოვანი გაზეთი გამოდიოდა ობზორი. და ეს სტატიაში ბატონი ნიკო ნიკოლაძე წერს ასეთ დაახლოებით ვეცები მოიყვანეთ ჩვენ ქართულებს, ისევე როგორც სხვა აღმოსავლეთ ქრისტიანებს. და იქ განმარტავს იქნებოდა ბიზანტიელები თუ რუსები უყურეთ მეფეს. თუ მეფე კარგია, ქვეყანაში ყველაფერი მიდის კარგად, მაგრამ თუ მეფე უვარგისია, ქვეყნის საქმეც მიდის უკან. ბატონებო, დროა რომ ჩვენ იმას კი არ ვხედოთ. იქ შევარნაძია, მიშა არის, ბიძინა არის, პეტრე არის, თუ პავლე არის. პირველ რიგში იმაზე გადავხედოთ, რომ ჩვენ რა გავაკეთეთ ჩვენი ქვეყნისთვის. აი ყველა, აი ბატონო კუთ, თქვენ რა გააკეთეთ? ბატონებია თქვენ რა გააკეთეთ? მე რა გავაკეთე? ხო მოდი და ყოველს ამას უნდა ვცდილობ უნდა ვუყუროთ, ვინ რა გააკეთეთ თავის ქვეყნზე. მე პირველ რიგში იმაზე ვთქვათ, მე რა გავაკეთე ჩემი ქვეყნის კონკრეტულად. აი თუნდაც ჩემი პროფესიიდან, ჩემი საქმიდან გამომდინარე, ხო? მე რა გავუკეთე ჩემს ქვეყანას. ვის რა ვარგია? ხო, ვის ქვეყანას რა ვარგია? ქვეყანას რა ვარგია? ვის რა ვარგია ეს იქიდან არის. ხო, ვის რა ვარგია და ქვეყანას რა ვარგია? ამ შემთხვევაში ქვეყანას რა ვარგეთ ჩვენ, თუნდაც თქვენ, თუნდაც მე, თუნდაც თქვენ. და რა, აი ორივე საზრი მაინტერესებს ახლა ორივე შეფასება იმ თემასთან დაკავშირებით. თქვენი აზრით რა შეფასება მოყვება საქართველოში 2025 წლის მსოფლიო კომისიის არჩევნებს ევროპარლამენტში? ოი, არანაირი შეფასება არ იქნება, პირდაპირ ვიტყვი, დამავიწყდა რა ხვალინდელი მოვლე. დაუშვა და ხელისუფლებამ, ხო? რა მიზანი შეიძლება კონდეს ერთი მიზანი, ამით რა შედეგს მიიღებს, ბელორუსიზაცია მოახდინოს ან პუტინიზაცია საქართველოს. აი თუ გაიმარჯვა იმან რა, ეს ამას მიიღებს. თუ გაიმარჯვა სააკაშვილმა, რაც მივიღებთ იმას, რა ქვია, ვარდების რევოლუციის მაგვარს კიდევ უფრო სისხლიანს. მივიღებთ ისე იმას, რომ წელში ვერ გასწორდებით, ჩემო მეგობრებო, კიდევ ერთი 10 წელიწადი. მთელი მსოფლიო დაგვცინებს, რაც თავარი. იმიტომ ჩვენ იქნებით ერთადერთი ქვეყანა იმის მიმართ, რომ საგარეო მტრებისგან დავიცვათ თავი, ვებძვით ერთმანეთს ამ დროს. ჭამთ ერთმანეთს. ეს დასად რა ვიქნები? აი შედეგი ეხლა პასუხს შეფასება იქნება დაცინვა. დაგვცინებენ და დასაცინები არ ვიქნებით, ვიქნებით დასაცინები. რა მეტის ღირსები არ ვიქნებით. როდესაც ხელისუფლებაში მოდიან ტიპები, რომლებსაც 1000 უბედურება გაკეთებული, მე-10 წრეზე მოდიან, ცხაღობეზე გადახვტარი ტიპები, ცხასავზე გადახვტარი ტიპები, ერთ და იგივე სუბიექტები და თქვენ ისე ჩუმად ახართ, ხო ეს თქვენი პასუხისმგებლობაა, კიდევ ერთხელ გეუბნებით რა და დაცინვის მეტი არაფერი არ იქნება რა. ანუ რა გითხრათ ეხლა მეტი, სხვანაირად როგორ გაგიმართოთ. უნდა ვიბრძოლოთ ერთად, უნდა ვიბრძოლოთ საქართველოს მომავლისათვის. ბრძოლის ერთადერთი გზა მხოლოდ ეს არის არჩევნები, სამართლიანი არჩევნები, თანასწორი არჩევნები და სხვა გზა კაცობრიობას არ გამოგონია, როგორც არ უნდა ეხლა ვილაპარაკოთ, ხო? არანაირი მე სხვა გზა აქ არ ვიცი რა. არ ვიცი ეხლა მე-6 კოლონა იმუშავებს, მე-10 კოლონა იმუშავებს, როგორც არ უნდა იმუშაოს საქართველოს, ქართველმა მერმა უნდა თქვას, რომ შეაფუთოს ეშმაკს და დაიკიდოს. ამ კოლონებს ვეძახე ტელევიზიები რო არის, ეს ტელევიზიები რაც არის, ეს კოლონებია, მე-6 კოლონა, მე-5 კოლონა, მე-7 კოლონა. აი თუ მინდა ჩამოგითვლი რა, რომელიც აგენტურაა. ამაზე არც არის ლაპარაკი. ხო, გავშალოთ კარტები რა, ერთი არის, короче, რუსეთის ისა, ეს ალტიფო და იმედი, რუსეთზე მუშაობს, იმიტომ რომ დუგინის წინააღმდეგები გადმოაქვთ, ეხლა კაცი რო გეტყვის იმას, საქართველოსთან ქართველ ახალგაზრდობა წავიდეს, უკვე დამთავრებულია. ის არის, რა ქვია, სააკაშვილის და ვიღაცების, რომლებიცაც ის უნდა თუ სამოქალაქო მიმოაწყო და ხელისუფლება ჩაიგდო ხელში და მერე
ფსევდო პროდასავლური ძალები შეიქმნება, ვითომ და ის გამეორდება, რაც მოხდა, რაც ხდებოდა და აი ამ ხალხის გვერდით კიდევ არიან რომელიღაცა სხვა, ესე იგი, წარმოუდგენელი მაფიოზური ძალები, რომელსაც უნდა დაუშვათ ჩაიგდოს საქართველოს, აი რაც დარჩა ბოლოს სიკეთე, ხო, ქვეყანას, აი ეს სტრატეგიული ობიექტები ჩაიგდონ და გაძარცვათ აი ესეთი ქვეყანა და ისეთ კომსომოლიდან მოდიან ისინიც რა კონკავშირიდან რა კონკავშირიდან. აი ესეთი სიტუაციაა. თქვენ ვერაფერს ვერ მოიგებთ ამისგან. მე ვერაფერს მე შეიძლება მე აიღონო მეზამიჭირო. ხო, რა თქმა უნდა, ესენი და მე ხო, რა თქმა უნდა, რაც არ უნდა, ესე იგი, ილაპარაკო თბილი და სიყვარული და უთხრა რომ აი თქვენ ესე იგი ხელისუფლება და რაღაცა ხელისუფლება დამთავრდება ის იტყვიტება და მორჩება ის არაფერს არ გააკეთე, მაგრამ საქმე რაშია? აი დავუშვათ დაიჭირე, ესენი დაიჭირა ხვალ ამდენი ადამიანი და ამ სისულელეების გამო, ამ ტოპკების აწევის გამო ეს ხალხი გამოვიდა ქუჩაში. 80% ამიტომ არის გამოსმა. უბედურება იმაშია, რომ ის 20% არის ანგაჟირებული, ვინც იქნება. მუხტი, ძირითად მუხტს ვინც გააკეთებს, ის როგორც კეთდება, ხა მე მაგ ტექნოლოგიები არ მეშლება. ვინც კეთ ის იქნება ანგაჟირებული. თუ ესენი მოიგებენ, ხელისუფლება ჩაიგდებს არა ის 20%-იც კიდევ, იმ 20% და 1%. ანუ ხელისუფლებაში დაემბრუნდება იგივე დავუშვათ გიორგი ბარამიძე. გამიგე რა არის კომედია. ძმები ბეჟუაშვილები. გია ბარამიძე პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფიზიკისა თუ ქიმიის ფაკულტეტის კომკავშირის მდივანი. გია ბარამიძე იყო, არ მახსოვს მე მაგე. კომსომოლო იყო. არ ვიცი, ჟვანიასთან რო იყო იმაზე ლაპარაკი. ხო, და მაგ იყო ბპში ქიმიის ფაკულტეტის კომკავშირის მდივანი. თუ ეხლა წარმოიდგინე მესამე წრეზე სადაც დაინახავს, ვითომ არჩევნებია ის, რა ქვია, აგვარი უსუფაშვილი უცებ გამოჩნდება ვითომ არჩევნებში. ხოთიოს უსუფაშვილი მე შეგეცოთ როდესაც 1989 წლის 9 წლის ტრაგედიის მერე. მე შევიდა პარტია. ბევრმა კომუნისტური პარტიის ბილეთები დაყარა და გამოვიდა კომუნისტური პარტიიდან დავით უსუფაშვილის სწორედ მარში შევიდა კომუნისტურ პარტიაში. ახალგაზრდებო, თქვენ მინდა გაგაფრთხილოთ რა, ესა ძალიან სასტიკი ძალა ორივე მხარე ის რო არის, რა ქვია, ვოლსკი, რომ ის დაუხვიტეს, რა ქვია, ნათესავები ქალბატონს, ხო, ის პატარა ლეკიშვილის ბიჭები და ისე მაგას ნათესავები იყვნენ და თვითონ კონკავშირს ემსახურებოდა. მერე შევარდნაძეს ემსახურებოდა. მერე იქიდან სააკაშვილს ემსახურებოდა. მერე იქიდან გადავიდა იმას ემსახურება ეხლა ამ ხელისუფლებას. იგივე ეს აიღე, რა ქვია, აგვარია ის დამავიწყდა. რეჟისორი რო არის შენგელაია? არა, ისა რა ქვია. ამათა რო არა. ვაიმე, აგვარია. მოკლედ, ჯერ იყო სულად ის რო გადაიღო 9 აპრილი და მაგით რო გახდა. ხაინდრავა. ხო, ხაინდრავა. ყველა რევოლუცია, ყველა გადატრიალება, სადაც მისი ისე ვიგოდა იყო, ყველგან იქ იყო. ყველგან 92 წელს პირდაპირ იმას რა ქვია ჩანაწერებში არის რომ კაცმა ასროლინა მშვიდობიანი ავტობუსისთვის სადაც ბავშვები გაყავდათ რა. ხო, ძივატკაო ის რო ეძახის. მერე გადატრიალების დროს სააკაშვილის გვერდით იყო. გადატრიალებცა ხელისუფლების გადაბარებისთვის ძალიან კარგად მუშაობდა მათთან. მინისტრი იყო. ეს მოადგილე იყო. მაგის იმით წინაზე ვთქვი. ეხლა ამათთან არის. იქამდე იქნება მაგათთან სანამდე ხელისუფლება აწყობს და მათია ეს ხელისუფლება. ესენი არიან რა, ბერძენიშვილები არ დაგვავიწყდეს. ეს განსაკუთრებული ცხოველური ჯიშია, რომელიც მუდამ ესე იგი ხელისუფლების მხარეს არის, მუდამ გადატრიალების მხარეს არის, მუდამ წინააღმდეგია რომ საქართველოს რაღაც ნორმალური მოხდეს. აი ეს ძალებია დღეს რომელიც აკონტროლებს ჩვენ ქვეყანას პოლიტიკურ სივრცეს საინფორმაციო ველზე. აი საინფორმაციო ველი ანადგურებს საქართველოს. კარგი, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მობრძანებისთვის, ორივე ძალიან დიდ მადლობას გიხდით. ეს იყო გადაცემა ხალხის პირისპირ, მე კი მის ნამანი კონსტანტინე ჯაფარიძე გახდით და დავალოდოთ უკვე ხვალ რა მოხდება, ხვალ 4 ოქტომბერია ძალიან რთული დღე და უკვე შემდეგ უკვე კვირას სავარაუდო დანაშაულს გამოვხილოთ უკვე ხვალ მოხდარ მოვლენებს თუ რა მოხდება ხვალ. ძალიან დიდი მადლობა ყველას ორივეს მობრძანებისთვის და ძალიან ვთხოვთ რომ ყველანი ხვალ მობრძანეთ არჩევნებზე და გააფიქსიროთ თქვენი აზრი
რა თქმა უნდა უკვე საარჩევნო ურნებზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ნახავთ. მადლობა.